ყველას გაგვიგია მითი, რომელიც 1000 წლეულებს ითვლის, მაგრამ რა მოხდებოდა? ეს ამბავი რომ გითხრათ, სულაც არაა უბრალოდ ლეგენდა. რა, თუ მის უკან ნამდვილი, თითქმის დაუჯერებელი ისტორია იმალება, აი დღეს მოდით ერთად ავხადოთ ფარდა ოქროს საწმისის ნამდვილ საიდუმლოს. მოდით დავფიქრდეთ, რა უნდა ყოფილიყო ისეთ ძლიერი, ისეთი მიმზიდველი, რომ ძველი ბერძენის ზღვაოსნები წასულიყვნენ შორეულ კოლხეთში, იმ მიწაზე, რომელიც მათთვის ფაქტობრივად სამყაროს კიდე იყო. ყველაფერი რა თქმა უნდა იმ ცნობილი მითით იწყება, რომელიც ყველამ ვიცით, იასონი და არგონავტები და მათი სახიფათო ეპიკური მოგზაურობაა კოლხეთში, სწორედ იმ ლეგენდარული ოქროსაწმისისათვის. ხომ იცით, ათასობითი წლის განმავლობაში ეს ამბავი უბრალოდ გმირულ ზღაპრად რჩებოდა. კლასიკური ისტორია რა, გამბედაობა, შეიძლება ცოტა ღალატიც და რა თქმა უნდა, ჯადოსნური განძი. ერთი შეხედვით თითქოს სუფთა ფანტაზიაა. მაგრამ აი აქ ჩნდება მთავარი კითხვა. რა? თუ ეს ლეგენდა სინამდვილეში კოდია, რა თუ ოქროს საწმისი არაა რაღაც ჯადოსნური არტეფაქტი, არამედ სიმბოლოა. სიმბოლო რაღაც ძალიან რეალური და ხელშესახების სიმდიდრის. ხოდა, სწორედ აქ ხდება ყველაფერი ძალიან საინტერესო. მოდით გადავინაცვლოთ მითიდან რეალობაში და ვნახოთ, რა იმალება სინამდვილეში ამ უძველესი ლეგენდის უკან. და აი პასუხიც. ეს არის მომენტი, როცა ყველაფერი ნათელი ხდება. რომაელი ისტორიკოსი აპიანე ფაქტობრივად პირდაპირ გვიშიფრავს ყველაფერს. ოქროს საწმისი. ეს ხომ ოქროს მოპოვების გენიალურად მარტივი ტექნოლოგიაა. წარმოიდგინეთ, მდინარეში ჩაფენილი ცხვრის ტყავი, რომელიც ოქროს უმცირეს ნაწილაკებს იჭერს. მზეზე რომ გაშრება, ის ხომ პირდაპირ მნიშვნელობით ოქროთი ბრწყინავს. აი ასე იქცა მითი რეალობად. მაგრამ მოიცადეთ საქმე მხოლოდ ოქროს არ ეხებოდა, არც კი მიახლოვებულა. კოლხეთი ფაქტობრივად ანტიკური სამყაროს ბუნებრივი სუპერმარკეტი იყო. სტრაბონი გვეუბნება, რომ აქ იყო ყველაფერი, რაც კი ბერძნებს შეიძლებოდა დასჭირვებოდათ. საუკეთესო ხეტყე მათი უძლიერესი ფლოტისთვის, სელი, კანაფი, ცვილი, მოკლედ ეს იყო რესურსების ნამდვილი საგანძური, რომელიც ბერძნებს მაგნიტივით იზიდავდა. კარგი, გასაგებია, რომ ბერძნებს საქაურობა ძალიან აინტერესებდათ. მაგრამ როგორ გადაიქცა ეს ინტერესი მუდმივ დასახლებებად და ასეთ მჭიდრო ხანგრძლივ კავშირად? მოდით ვნახოთ. უბრალოდ ერთი წამით შეხედეთ ამ რუკას. ბერძნული ექსპანსიის მასშტაბი შთამბეჭდავია, პროსტა ვაუ. ისინი მთელ შავ ზღვაზე არიან მოდებულები, მაგრამ მათი მზერა, მათი მთავარი ინტერესი მიმართულია ერთი კონკრეტული ადგილისკენ, კოლხეთის სანაპიროსკენ. და სწორედ აქ აარსებენ ისინი ისეთ უმნიშვნელოვანეს ქალაქებს, როგორებიც იყო ფაზისი და დიოსკურია. ეს პროცესი, რა თქმა უნდა, ერთ დღეში არ მომხდარა. დაფიქრდით აბა. თავიდან ერთი ბერძნული გემი მოვიდა, ივაჭრეს, მერე მეორე მოვიდა, მალე ზოგიერთი მათგანი უკვე აქ რჩება, სახელოსნოს ხსნის, ბაზარს აარსებს და ნელ-ნელა ეს დროებითი სავაჭრო წერტილები იზრდება და იქცევა ნამდვილ ცოცხალ ქალაქებად, სადაც ბერძნები და კოლხები უკვე ერთად ცხოვრობენ. აქ ორი დიდი კულტურა ხვდება ერთმანეთს. კარგი, მოდით ახლა უფრო დეტალებში ჩავიდეთ. კონკრეტულად რა საქონელი მოძრაობდა ამ ორ სამყაროს შორის, რით ვაჭრობდნენ? ეს იყო კლასიკური win-win სიტუაცია. ორივე მხარე იგებდა. კოლხეთი ბერძნებს აწვდიდა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ნედლეულს, ხოლო საბერძნეთიდან სანაცვლოდ შემოდიოდა, ფუფუნების საგნები, ულამაზესი მოხატული კერამიკა, საუკეთესო ღვინო, ზეითუნის ზეთი, სამკაულები. აი შეხედეთ ამ საოცარ კრატერს. ეს ხომ უბრალოდ ღვინის ჭურჭელი არ არა? ეს ხელოვნების ნიმუშია, სტატუსის სიმბოლო. კოლხეთში ასეთი ნივთის ქონა ნიშნავდა, რომ შენ გამორჩეული იყავი და ეს, რა თქმა უნდა, ბერძნული კულტურის უზარმაზარ გავლენაზე მეტყველებს. და რა თქმა უნდა, ვაჭრობა მხოლოდ ფუფუნების საგნებით არ შემოიფარგლებოდა. აი ამ ამფორებით გადაჰქონდათ ისეთი ყოველდღიური პროდუქტები, როგორიცაა ღვინო და ზეთი. ხოლო ეს პატარა დახვეწილი ბოთლები, ეს უკვე ბერძნული პარფიუმერიის და კოსმეტიკის პოპულარობაზე მიგვანიშნებს. და ის ყველაფერი იცით, მხოლოდ ძველ წიგნებში ამოკითხული ამბები არაა. ჩვენ გვაქვს პირდაპირი მატერიალური მტკიცებულებები. აი უბრალოდ წარმოიდგინეთ, შავი ზღვის ფსკერზე პოულობენ 2400 წლის წინ ჩაძირულ ბერძნულ სავაჭრო გემს, თითქმის იდეალურად შენახულს, რომელიც სავსეა ამფორებით. ეს ხომ ცოცხალი ისტორიაა, დროის კაფსულაა. ასე რომ ეს ურთიერთობა საუკუნეების განმავლობაში გაგრძელდა და ის ბევრად უფრო მეტი გახდა ვიდრე უბრალოდ ბიზნესი. და აი კიდევ ერთი საოცარი დეტალი, ჰეროდოტესგან, ისტორიის მამისგან, როგორც მას უწოდებენ, ის ამჩნევს რაღაც უნიკალურს. კოლხები და ეგვიპტელები სელს ზუსტად ერთნაირი მეთოდით ამუშავებენ. რას ნიშნავს ეს? ეს იმაზე მიანიშნევს, რომ კოლხეთი გლობალურ ქსელში იყო ჩართული ბევრად უფრო ადრე, ვიდრე ბერძნები აქ მთავარი მოთამაშეები გახდებოდნენ. მოკლედ, რა გამოდის? რა არის მთავარი დასკვნა? ეს იყო წარმოუდგენლად ძლიერი სიმბიოზური ურთიერთობა. ის კვებავდა ორივე ცივილიზაციას.
საბერძნეთმა მიიღო რესურსები, რომელმაც მისი ეკონომიკა ააყვავა, ხოლო კოლხეთი გახდა ანტიკური სამყაროს გლობალური ეკონომიკისა და კულტურის განუყოფელი ნაწილი. და ეს ყველაფერი გაფიქრებინებს არა, თუ ოქროს საწმისის ლეგენდას ასეთი რეალური და საინტერესო ისტორია აღმოაჩნდა, კიდევ რამდენი სხვა დიადი მითი არსებობს, რომელიც უბრალოდ გველოდება, ველოდებით რომ მის შიგნით დამალული ნამდვილი ამბავი აღმოვაჩინოთ?